გამარჯობათ, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. დღეს სტუდია 8-დან მე გოჩა ჯოჯუა ოღონდ უკვე სხვა ფორმატით წავიყვან, იმიტომ რომ გარკვეულწილად საახალწლო არდადეგებმა გამოიწვია ის, რომ რაღაც ცვლილებები მოხდა და აქედან გამომდინარე დღეს მოგვიწევს ბატონ გიორგი ლომიასთან ერთად და ტრადიციულად ჩაგვერთვება გიორგი ფოფხაძეც. პირველ რიგში რასაკვირველია მოგილოცავთ ალბათ გიორგი ახალწელს, იმიტომ რომ ჩვენი ტრადიცია ესეთია, ხო? ჩვილი რომელიც დაიბადა, ფაქტიურად ეს იყო ხსნა ქვეყნისა, იმიტომ რომ დაბადებული იყო ხალწულის მიერ, იყო ხელით ქმნილი კი არა როგორც ადამი, არამედ სულიწმინდით გაჩნდა იმედი ხსნა კაცობრიობისა, რომელიც არა მარტო ქრისტიანებისთვის, არამედ ამანთლიანად გავლენა მოახდინა მთელ მსოფლიოში და დღესაც როცა ადამიანები ერთმანეთს ულოცავენ, უხარიათ, ახლის დაწყება, ეს არის სწორედ იმ ხსნის, იმ გადარჩენის, ის რაც ფაქტიურად ქრისტიანობა მოიტანა, რაც ქრისტემ მოიტანა, ხო, გადარჩენა, სულის გადარჩენა და უკვდავება, ეს არის ის გზა, რომელიც აი ქრისტეშობას მოყვა, რომელიც შემდგომში რასაკვირველია ჯვარცმით და საბოლოო ჯამში სიკვდილის დაძლევა მოხდა სწორედ ამ გზით. ამიტომ ადამიანები იწყებენ ხოლმე და ჯოჯოხეთის კარი გაიღო. ადამიანები ამიტომ ერთმანეთს ამიტომ ულოცავენ, ამიტომ ის იმედი იმისი, რომ რაღაცა შეიცვლება, რაღაცა უკეთესი იქნება, სურვილები ამისი. ხო, ეს არის კიდევ ვამბობ ტრადიციად უკვე დარჩენილი და ღმერთმა მართლაც ასე ინებოს, რომ 20-26 წელიწადი ყოფილიყოს რაღაცა ახლის, სიკეთის ბევრი სიყვარულის მომტანი მიულოცავთ სულ ყველას, ვინც ჩვენ ტელევიზიას თუ ტელევიზორებს უყურებს, დაწყებული პირველ რიგში ვიტყოდი ყველაზე რთულ მდგომარეობაში, საავადმყოფოებში ვინც იყვნენ, ვინც ეხლაც არიან, პაციენტებიც და ექიმებიც, მიულოცავთ ციხეში ვინც არიან იმათაც, მიულოცავთ სულ ყველას იმ ადამიანებს, რომლებიც მართლა ელოდებიან უფლისგან წყალობას და ფიქრობენ, რომ მათი ცხოვრება უნდა შეიცვალოს და თემატიკას, რომელსაც ჩვენ დღეს დავიწყებთ და ვილაპარაკებთ, რასაკვირველია, შეიძლება ითქვას, რომ არ იძლევა იმის იმედებს, იმ პოზიტივისა, რომ ეს წელი იქნება მშვიდობიანი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმედი ეს არის, რომ იმედი გვაქვს იმისი, რომ საღმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს. იმიტომ რომ ჩვენს გარშემო რა პროცესები მიდის და რითაც ეს წელიწადი დაიწყო, ეს არის სირთულეების წელიწადი, ეს არის გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ დაწყებული ჯერ ჩვენგან შორს არის, რასაკვირველია, თუმცა დედამიწა იმდენად პატარაა და იმდენად ინფორმაციულია და იმდენად გადაბმულები ვართ ერთმანეთზე, ჯერ ვენესუელას პროცესები იყო, ეხლა ჩვენთან უკვე ახლოს, აქ უკვე ირანთან როცა არის ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს არის რეგიონალური ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფო, თურქეთი, ირანი და რუსეთი, ეს არის კავკასიაში, ვისაც შეუძლია გარკვეულწილად რაღაც გარკვეული გავლენები მოახდინონ და ამ ქვეყანაში მიდის ურთულესი პროცესები და ჩვენ ალბათ ვეცდებით იმას, რომ ამ თემებზეც ვილაპარაკოთ და ერთ-ერთი მთავარი ალბათ შეიძლება ეს იყოს, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის და მართლაც ღმერთმა ქნას სურვილები ამისი გვაქვს და ღმერთმა ქნას რომ გონიერება გვეყოს ჩვენს ქართველებს, იმიტომ რომ არ ვიცით როგორ განვითარდება სიტუაცია, რისთვის არის ხელისუფლება მზად, რა შეიძლება შესთავაზო, ამისი ანალიზიც გავაკეთოთ და ჩვენ ჩაგვერთვება ტრადიციულად საფრანგეთიდან გიორგი ფოფხაძეც, რომელიც ალბათ იმ ინფორმაციებს, იმიტომ რომ ჩვენი ინფორმაციები, რომელიც მოგვდის საბოლოო ჯამში, ალბათ წყაროები ერთია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი თავისი პროფესიით ჟურნალისტია და თანაც ევროპაში, პირველად ალბათ იქ ევროპაში არის ხოლმე ეს ინფორმაციები და მე ევროპა, ამერიკიდან მოდის ხოლმე, მე ჩვენთან უკვე, ასე ვთქვათ, ის ინფორმაცია, რომელიცაც ხელმძღვანელობ და შეგვიძლია ანალიზი გავაკეთოთ. აქედან გამომდინარე, მე ალბათ პირველ რიგში ალბათ დიდი სიამოვნებით შემოგვიერთდი იმაში, რომ მიულოცოთ და ვიფიქროთ მე, ასე ვთქვათ, ჩვენი ისინი ტექნიკური ჯგუფი გვთავაზობს იმასაც, რომ რაღაც გარკვეული კადრებიც გაუშვას ირანთან დაკავშირებით და ვნახოთ რა ხდება, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესია და ამას მივეჩვიოთ უკვე 20-26 წელიწადი დაიწყო რთული პროცესებით, რეგიონში რთული პროცესია, ადვილი სიტუაცია ნამდვილად არ არის იმისათვის, რომ ანალიზიც გაკეთდეს და მე არ ვიცი, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ ჩანს ის, რომ თქვათ ხელისუფლებისგან ჯერჯერობით არანაირი პოზიცია, არანაირი თქვათ ის არ გამოთქმულა აზრი, რას ვფიქრობთ, როგორ ვემზადებით ამისთვის, ვემზადებით თუ არა საერთოდ რა შეიძლება იყოს, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩართულია მსჯელობებში, Facebook-ზე განსაკუთრებით დიდი ამბავია ატეხილი, ყველას თავთავისი აზრი აქვს, ალბათ ამ თემებსაც შევეხებით, ჩვენ როგორი პოზიციები უნდა გვეკავოს საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ ჩვენს გვერდით აზერბაიჯანის
აზერბაიჯანია და აზერბაიჯანი ამას არ ვამბობ შემთხვევით, რომ სუვერენული სახელმწიფო აზერბაიჯანი დღეს რაც არსებობს, თითქმის ორჯერ მეტი ტერიტორია არის ირანში, აზერბაიჯანელებით დასახლებული და ის მოსახლეობა თითქმის სამჯერ მეტია დღევანდელი, ასე ვთქვათ, ჩვენი სუვერენული აზერბაიჯანის მოსახლეობასთან შედარებით და მათი პოზიციაც კი ძალიან შეიძლება ითქვას, რომ ფრთხილი და უფრო მიპყრობელია იქეთ, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ და მოემზადონ ყველა იმ შესაძლო განვითარებისათვის სიტუაციის, რომელიც შეიძლება მოხდეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საინტერესო საღამო გვექნება, მარტო კიდევ ამბობ იმითი დატვირთული, რომ თქვა ჩვენთან საქართველოში რა ხდება ეს ერთია, მაგრამ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ბევრად დამოკიდებული ვართ იმაზე თუ რა ხდება მთელ მსოფლიოში და რა ხდება, თქვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ რა ხდება ჩვენ სამეზობლოში და აქედან გამომდინარე რა შეიძლება ასე ვთქვათ მოყვეს ამას შედეგები რა შეიძლება იყოს, რამდენად იმ პერიოდისათვის თან, როდესაც ჩვენი ხელისუფლება მიწების გაყიდვა ეს იყო ბოლო თემა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი აქტუალური თემა იყო და მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ არაბული ქალაქები შექმნილიყო, აი ამ დროს ასეთი, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას რითი ვჯდებით იმ მაგიდასთან, სადაც შეიძლება სახელმწიფოს ჰქონდეს თავისი პოზიტიური პოზიციები, ხო? და იმ დროს, როდესაც ირანში ესეთი დაძაბული სიტუაცია, რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი, არის თუ არა მოსალოდნელი ის, რომ თქვა თუ კი აირია სიტუაცია, შეიძლება თუ არა დევნილთა ნაკადი აქეთკენაც წამოვიდეს. ჩვენ პირდაპირი საზღვარი არა გვაქვს ყველას მოეხსენება ირანთან, მაგრამ გვაქვს საზღვარი ჩვენი მეზობელი ქვეყნებს აქვთ პირდაპირი საზღვარი, თურქეთსაც, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც, სამივე ეს ქვეყანა ესაზღვრება პირდაპირ ირანს. ასე რომ ირანში მიმდინარე პროცესები შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ასე ვთქვათ სახელმწიფოს განვითარებაზე ძალიან დიდ გავლენას შესაძლოა ახდენდეს. ხო, ღმერთმა ქნას ისე რომ ყველაფერი წყნარად დამთავრდეს, ღმერთმა ქნას ისე რომ მშვიდობიანად მოხდეს ამ სიტუაციის განმუხტვა, როგორ განიმუხტება ეს სიტუაცია და რა იქნება, ასე ვთქვათ, დასასრული ეს ცალკე თემაა, მაგრამ ის რომ არეულობა თუ კი ისე გამწვავდა, რომ ამას შეიძლება ვთქვათ რაღაც გარკვეულწილად მოხდეს დევნილთა გადაადგილება, ხო, აი ამისთვის რამდენად ავართ მზად, იმიტომ რომ მე რაც მაქვს ინფორმაცია, ირანი ამისთვის ემზადებოდა ყოველთვის, რომ რამე რომ მოხდეს, თქვათ, რამდენი 1000 ადამიანი შეიძლება მიიღოს, თქვათ, კავკასიაში და მათ შორის საქართველოსაც კი დათვლები, გარუჩი მათ რაღაც გარკვეული ჰქონდათ. აი ამ ყველაფერზე მინდა რომ ვისაუბროთ დღეს და გადმოგცემთ თქვენ სიტყვას, ეს მივესალმოთ მაყურებელსაც და მე თქვენი მოსაზრებებიც დიდი სიამოვნებით მინდა მოვისმინოთ. მადლობა რომ მომიწვია გადაცემაში. პირველ რიგში მინდა მაყურებელს მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მაგალითად პირადად ჩემთვის რაღაც სიახლის მოლოდინი 1 იანვრის შემდეგ კი არ იწყება, არამედ შობის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ ვგრძნობ, რომ რაღაც სიახლე უნდა დადგეს ჩემთვისაც და ზოგადად სრულიად საქართველოსთვისაც. შენ წერან თქვი, რომ 20-26 წელი ძალიან წლები ძალიან რთულად ვითარდება და ანუ სიმშვიდე არ არის და არ ჩანს, ხო, ანუ სიმშვიდე, მაგრამ აქ მეორე რამე ჩანს, გოჩა, რაც მე დავინახე პრინციპში, სამართლიანობისთვის ბრძოლა სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენ კარგად გვესმის, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა სიმშვიდესთან კავშირში პირდაპირ კავშირში არ არის, ხო, ამ შემთხვევაში არის ირიბ კავშირში, ანუ ამ ბრძოლის შედეგად უნდა უკვე ჩამოვარდეს მშვიდობა და ხალხი უნდა დარჩეს გამარჯვებული. აი ახლა რაც ხდება მაგალითად ირანში, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, მანდ მიდის სამართლიანობისთვის ბრძოლა, ხო? ანუ ამდენი წელი ფაქტიურად ვერ იტყვი იმას, რომ მეტნაკლებად დიქტატორულ პირობებში. არა, მანდ იყო დიქტატორული, მანდ იყო ავტოკრატია, მანდ იყო თეოკრატია და ბუნებრივია, რომ ხალხი იყო უკმაყოფილო. და არის უკმაყოფილო. არ შეიძლება თქვა, რომ ამდენი პროტესტანტი გამოდის ქუჩაში, თანაც უკვე 45-ზე მეტია მკვდარი, ხო, და იციან, რომ კლავენ ხალხს და მიუხედავად იმისა, რომ თქვათ შეეშინდეთ და დაიშალონ, არამედ უფრო იზრდება მათი რიგები
და რიცხვი და უფრო მეტად უტევენ სახელისუფლებო უფრო მეტად ორგანიზებული ხდება თანდათან. კი, და უფრო მეტად უტევენ სახელისუფლებო ჯარებს და პოლიციას. ეხლა ისმის რა კითხვა მინდა დავსვა. თუ ადამიანი, მეტნაკლებად ნორმალურ, კარგად არა, ნორმალურად ცხოვრობს. არ ამგონია, რომ ის სიკვდილზე მოაწეროს ხელი და წავიდეს საბრძოლველად, სადაც შეიძლება მოკვდეს, ხო? მეტნაკლებად კარგად ცხოვრობს, ბუნებრივია შეეგუება იმას, რაც არის. მაგრამ ამდენი ხალხი და სხვადასხვა ქალაქებში გარეთ რო არის გამოსული, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ხელში კი არა. უკვე ესე სასოწარკვეთილებამდეა, კი. რა თქმა უნდა, ამოვიდათ უკვე ეს ყველაფერი ამდენი წლის განმავლობაში ვერ ცხოვრობს ის ხალხი კარგად. ვერ ცხოვრობს ის ხალხი ნორმის რაღაც ფარგლებში მაინც. ახლა კარგად უკვე აღარ ნორმის ფარგლებში მაინც. და რა ბუნებრივია, რომ დაიწყო ის, რაც დაიწყო, ხო? აქედან ჩვენ ახლა ვასკვნით, რომ თუ კი ამდენი ადამიანი გამოდის ქუჩაში, ეს იქნება ირანი, ეს იქნება ვენესუელა. ჩვენ გვახსოვს ხო, როდესაც არჩევნები იყო 2018-ში ვენესუელაში და მადურომ მიიწერა ისე ბუნებრივია ამდენი ხმა, რამდენი მილიონი გამოვიდა ვენესუელის პარკლებში, რამდენი მილიონი გამოვიდა გარეთ, მაგრამ ბუნებრივია რომ ჯარის მეშვეობით ისევ გაჩერდა ეს საპროტესტო ტალღა. მაგრამ მე სხვა რამეზე ვამახვილებ ყურადღებას. ამდენი ხალხი რომ გამოდის ქუჩაში, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის კარგად საქმე ქვეყანაში, ხო? აქაც თბილისში ამდენი ხალხი რომ გამოვიდა 4 ოქტომბერს, ის რით დამთავრდა, ის ვინ აღმოჩნდა მერე სათავეში, ამას თავი დავანებოთ. ის ხალხი არც იმას უყურებდა იმ სათავეში ნაცმოძრაობის წევრი როგორ აღმოჩნდა რამე, არა, ხალხი გამოვიდა თბილისელები, იმიტომ რომ არც ერთი ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსი ჩვენ არ გვინახავს ხო ქუჩაში. ამდენი ხალხი გამოვიდა გარეთ, ეს უკვე როგორც მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენ ამბობთ. ანალოგიური სიტუაცია არის ირანში, ვენესუელაში, სხვა ქვეყნებში, სადაც ხალხი გარეთ გამოდის, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენ ამბობთ და როგორც გინდათ, რომ მოგვაჩვენოთ. ესე იგი, რაღაცა მაინც უნდა მოიმოქმედოთ. ის კი არა, რომ ძალით რამენაირად ან გაანადგუროთ პროტესტი, ან დაიჭიროთ, არა. არამედ მოусმინოთ, ხო, რაღაცნაირად შეხვიდეთ, თანხwebdriver მოხდეს აზრების და შეცვალეთ სიტუაცია ქვეყანაში. ოდნავ მაინც შეცვალეთ, რომ ადამიანმა დაინახოს, რომ კი ბატონო, ეხლა 100%-ით, რასაც ვითხოვდი, ის ვერ მივიღე, მაგრამ 20%-ით ხო რაღაცა მივიღე, ესე იგი, შედეგი მაინც დადგა. არა, თქვენ ამბობთ, რომ 0% უნდა მიიღოს მოქალაქემ, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ კი 20%-ს მიიღებს, მერე გაეზრდება მადა და მერე შეიძლება 50 მოითხოვოს, მერე საერთოდ 100%-ს, ამიტომ 0% ვის ელაპარაკები? თუ შენ ამბობ, რომ 86%-მა აგირჩია, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ აი ამ 86%-ს ეუბნები ამას, ხო? რომ არა, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ. და არ არის, თანხwebdriver უნდა იყოს ხელისუფლებას და ხალხს შორის. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, გემორჩილება შენ ჯარი და პოლიცია თუ არ გემორჩილება. რო არ დაგემორჩილოს, ბუნებრივია რომ ვეღარც იქნება, გასაგებია, მაგრამ რო იმორჩილებ ამ პოლიციას და ჯარს, საბოლოო ჯამში აგერ ირანში ორი ქალაქია დაკავებული, ხო, ფაქტობრივად ოპოზიციის მხრიდან. რატო? იმიტომ რომ პოლიცია გადავიდა, უარი თქვა პოლიციამ სროლაზე, ხალხის მხარეზე დადგა და ფაქტობრივად ირანშიც კი მსგავსი რამე მოხდა. ამოვიდა ხელში. აქაც ახლა ოდესღაც ამოუვა ხელში ხო იმ პოლიციასაც და ჯარსაც და არ ჯობია რომ ადამიანისას მოусმინო ადამიანს და გეუბნები 20-30% შეუსრულე შენ არაფერს არ კარგავ და ის აზრი რომ აი მე თუ შეუსრულებ მე მეც მოინდომს ბიჭო ეგ ქვეყანა არც შენია არც ბაბუა შენმა დაგიტოვა და არც მამა შენმა ეს ქვეყანა არის ჩვენი ყველასი და შენ ხარ დროებითი მართველი ამ ქვეყნის. ამიტომ ზუსტად როცა შენ დროებით მართავ, მაშინ უნდა შეუსრულო ხალხს ის, რასაც ხალხი ითხოვს. შენ რო წახვალ და სხვა რო მოვა, იმანაც უნდა შეასრულოს. ამისთვის ირჩევენ ხელისუფლებას. თორე მაშინ პირდაპირ დაარქვით, რომ აი დიქტატორული პარტია და ვისაც უნდა დიქტატი ამირჩიეთ მე და მე ვიქნები დიქტატორი და თუ ხალხმა აგირჩია და უნდა დიქტატორი ხელისუფლებაში კი ბატონო აგირჩევს მაგრამ ამ ლოზუნგით არავინ არ მოვა და არც არავინ დაიწყებს ამ ლოზუნგს იმიტომ რომ პოლიტიკურად მომგებიანი არ არის და თუ პოლიტიკურად მომგებიანი არ არის მაშინ რატო იქცევი ასე როდესაც მოდიხარ ხელისუფლებაში
გეთანხმები გიორგი თან რა არის ყველა ნორმალური ადამიანი ხო თulis იმას რომ ხელისუფალის ასეთი ფორმით რაც ხდება ხო თქვათ იგივე რევოლუციური გზით ესე ავიღოთ ხო წასვლა რასაკვირველია არ არის კარგი და არ არის კარგი რატო გარკვეული მინუსით იწყებ მე უკვე შენ საზოგადოების მობილიზებას გარკვეული მინუსი გაქვს საერთაშორისო ასპარეზზე და მინუსის გასწორება გიწევს და მე იწყებ თავიდან თქვა რაღაც პოზიტივს. როდესაც ხელისუფალი და ჭკვიანი ხელისუფალი აკეთებს რას, როცა ის ატყობს რომ რაღაცას ასე ვთქვათ ვერ ახერხებს ის რაც ადამიანებში უკმაყოფილებას იწვევს იმ პრობლემას ვერ აგვარებს ის ნორმალურ ქვეყანაში ცდილობს იმას რომ ეს პასუხისმგებლობა ან გადაანაწილოს ან საერთოდ უარი თქვას და დათმოს ხელისუფლება ხო ჩვენ შემთხვევაში არის ის რომ ადამიანი ამბობს იმას და პოლიტიკური პარტია ამბობს იმას რომ მე თუ არ ვიქნები ჩემზე უარესი და ამას თელი წლების მანძილზე აკეთებდა რომ ჩემზე უარესი შეიძლება მოვიდეს და ამიტომ თქვენ უნდა გაგხადოთ იძულებული რომ მე მომცეთ ხმა იმიტომ რომ ჩემზე უარესი მოვა და ეს ჩემზე უარესი სინამდვილეში საინტერესო რამეა სხვათა შორის მე მივაქციე ყურადღება Facebook-ზე ალბათ თითოეული თქვენგანაც ალბათ შედიან მეტნაკლებად შალვა ნათოლაშვილმა გააკეთა განცხადება რომ მიხეილ სააკაშვილს მიმართა რომ ციხიდან რო აკეთებო მაგ განცხადებასო რომ ფერედნელ ქართველებს მოუწოდებო რომ ჩაერთონო ეხლა იმ ირანის პროცესშიო არ არისო ეგო ნორმალურიო და ყველაფერს თავი დავანებოთ ისეთი არასერიოზული საქციელია ყოფილი პრეზიდენტიდანო და პასუხებს წერენ იქ რომ აბა რას უნდა ჩაიკეტნონ უნდა გამოვიდნენ და ეს უნდა აქ საუბარი რაზე ადამიანი მიმართავს რომ შენ ნუ ჩაერევი ამ სიტუაციაში ამას რატო ვამბობ შენ ის ქვეყანა არ ახარ რომელსაც შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატები თქვას რომ ეხლა თუ ესე არ მოიქცევით მაშინ მე შემიძლია ჯარი გამოვიყენო მე გარკვეულ მოქმედებებს ჩავიდენ ჩვენ გვერდზე იმიტომ ვთქვი აზერბაიჯანიც კი ცდილობს რომ არ ჩაერიოს ასეთ პროცესში ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ ეხლა შეფასებები არ გავაკეთოთ თქვათ იქ სიტუაცია მოგწონს თუ არ მოგწონს მაგრამ როდესაც სახელმწიფო პასუხისმგებლობა გაბარია და შენ ყოფილი პრეზიდენტი ხარ და ეს პასუხისმგებლობა გებარა და თან ამასაც მიუთითებს რომ შენი ესეთი მოქმედებებიო სინამდვილეში გამოყენებულია ხელისუფლების მიერ რატო რომ ხელისუფლება ამბობს რომ შეხედეთ ეს როგორ განცხადებებს აკეთებს ეს ხვალ შენ ომში ჩაგითრევს და ამის საფუძველს ნუიძლევიო ამასაც ვერ იგებენ ადამიანები. ბოდიში გოჩა, მარტო ომში ჩაგითრევს კი არა. აი შენ რომ მოუწოდებ მაგალითად ირანელ ისა ფერიდნელ ქართველებს რომ ჩაერთეთ ამ პროცესში. თქვათ, გაიმარჯვა ისო ხელისუფლებამ და წააგო ოპოზიციამ. ამათ ხომ მოუწევს ქვეყნის დატოვება. სად წამო ეს ხო ჰუმანიტარული კატასტროფაა ხო ფაქტობრივად სად განაწილდებიან არ წავლენ ისინი არც აზერბაიჯანში და არც სომხეთში იმიტომ რომ ქართველები არიან ფერიდნელი ქართველები წამოვლენ პირდაპირ საქართველოში მაგრამ ფერიდნელ ქართველებს ჩვენ კიდე რაღაცნაირად აქ მოვათავსებთ და ნუ ჩვენები არიან მაგრამ ამ ჰუმანიტარულ კატასტროფას და აი ამ მიგრაციას მოყვება სხვა დანარჩენი და ეს არ არის 1000 და 2000 კაცი ეს იქნება ათეული ათასობით ადამიანი რომელიც თავს შეაფარებს საქართველოს არც აზერბაიჯანში წავენ რომ აზერბაიჯანს თავისი ყოფნის კი სასომხეთიც არ მიიღებს მაგდენს და ბუნებრივია რომ ტრანზიტად გაუშვება და ჩვენი დევნილების პრობლემები ვერ აგვაქვს მოგვარებული დღემდე ხო ახ იმაზე კი არა ლაპარაკი რომ რასაკვირველია ჩვენი სისხლი და ხურცია რომლებიც 100 წლეულები არიან უკვე წასულები არიან და რაზეა ლაპარაკი უნდა მიიღო და გაჭირვების დროს ის კი არა თუნდაც ხვალდაზეგაც რომ დაჭirdეთ უნდა გაუხსნა კარები ჩვენებს არა იმას რაც მოყვება მეთქი რომ დაინახავენ ანუ საუბარი რაზეა ჩვენს გვერდით ის პროცესები რომელიც მიდის ჩვენ არ უდგებით სინამდვილეში სერიოზულად ჩვენ ამას ყველაფერს ისევე ზედაპირულად უდგებით როგორც ბევრ ასე ვთქვათ სიტუაციაში ადამიანების დიდი ნაწილი ემოციის დონეზე ცდილობს ვიღაცა ან მოსწონს ან არ მოსწონს და მიზეს შედეგობრიობაც კი არ აქვს ბოლომდე გაანალიზებული და ჩვენი მცდელობა ეს არის სწორედ რომ დღევანდელ სიტუაციაში მართლაც საინტერესოა და ღმერთმა ქნას მე არ ვიცი ხელისუფლება შეიძლება არაფერს არ ამბობს მაგრამ მუშაობს და რაღაცისთვის ემზადება თუმცა ამისი დიდი იმედიც არ მაქვს იმიტომ რომ მე ჯერ ვერ ვნახე რაიმეზე მზაობა და მით უმეტეს როგორ შეიძლება ამ მზაობაზე მქონდეს საუბარი მე და მჯეროდეს როდესაც სულ გუშინ აგერ არაბულ ქალაქებზე ვლაპარაკობდით ანუ არ ფლობს სინამდვილეში სიტუაციას იმიტომ რომ ის რაც ირანში მოხდა
ეს ხვალ და ზეგ რომ შეიძლება ასე მომხდარიყო, ეს ინფორმაცია რასაკვირველია ამ ხელისუფლებას უნდა ქონოდა, იმიტომ რომ რეალურად იქ განწყობები გამომდინარე რასაც შენ ამბობ, რამ გამოიწვია ხო მძიმე სოციალურმა ფონმა. მძიმე სოციალური ფონია სინამდვილეში ჩვენთანაც საქართველოში და ამისი გამოხატვა ოღონდ იმ ფორმით არ ხდება, ჩვენთან არ გამოდიან სოციალური ასე ვთქვათ საკითხების დაყენები. ჯერჯერობით საქართველოში მე არ მინახავს მიტინგი, სადაც ადამიანები გამოდიოდნენ და აყენებდნენ სოციალურ საკითხებს. თუმცა ჩვენ გვირეკავენ და ამას ვთხოვენ. არა, ეხლა კი არა, ზოგადად რეკავენ და თხოვენ რომ სოციალურ საკითხებს არის და სინამდვილეშიც საფუძველი უკმაყოფილებისა საბოლოო ჯამში სოციალურზე დადის. ხო, როცა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიხარ და ამბობ, ხელისუფლება კარგად ვერ მართავს, ადამიანის უფლებები ირღვევა, სასამართლო არ არსებობს. პატიმართა რაოდენობა მიაღწია უკვე 47,000-ია ლაპარაკი 48 იყო მიშა სააკაშვილის დროს. 48,000-ზე ვამბობდით რომ დაიქცა, ხო, ქვეყანა, იმიტომ რომ დიდი ნაწილი პირველი ახალი წლებია, როდესაც ადამიანების მართალია ლიბერალური ტელევიზიების რა ქვია მაყურებლებზეა საუბარი და მათ გადაცემა მაგრამ მე პირველად ვისმენდი, როდესაც იწყებოდა გადაცემა იმით, რომ ციხეში ულოცავთ ადამიანებს, ხო? ანუ ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემა დგას და არა დგას მარტო იმ 150 თუ 160 ადამიანზე, არამედ რეალურად ჩვენ შევქმნით ის გარემო, როდესაც თუნდაც კრიმინალიც როცა იზრდება, ამაზე პასუხისმგებელი ვინ არის? სახელმწიფო არ არის პასუხისმგებელი, ანუ შექმნა ის გარემო, რომ ადამიანები სოციალური ფონიდან გამომდინარე ხდებიან კრიმინალები. ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ეს სასოწარკვეთილებას, რომელსაც ვამბობთ, სასოწარკვეთილებამდე არიან ადამიანები დასული. ერთი გამოსავალი აქვს, ან გაიქცნენ ქვეყნიდან და წავიდნენ რომ სხვა ქვეყანაში და ეს სხვა ქვეყნები ძირითადად არის ევროპული ქვეყნები, სადაც ჩადიან რომ იქ რამენაირად თავიანთი მდგომარეობა გაიუმჯობესონ და მათ ადგილს ინაცვლებდნენ აი შემოსული ჩვენზე უარესი მდგომარეობაში ყოფი სახელმწიფოებიდან რომ შემოდიან. და როდესაც იქ სიტუაცია ირევა, მაშინ ეს რაოდენობა მზად ვართ იმისთვის რომ თუნდაც ფილტრები დავაყენოთ იმისი რომ როგორ შევძლოთ ან მათი მიღება ან მათი შემდგომ გაშვება რისთვის არის მზად სახელმწიფო სტრუქტურები ემზადებიან კი იმისთვის რომ ხვალ სიტუაცია აირიოს ხო არ ვიცით როგორ განვითარდება მდგომარეობა ვიღაცას ისიც აქვს რომ მოდით და მე მესმის რომ ჩვენ გინდა თუ არ გინდა ყველა ადამიანში უნდა იყოს ეს ხო უნდა იყოს დაჩაგრულის მხარეს ყოველთვის უნდა იყოს იმ ადამიანების მხარეს რომელი ადამიანებიც თავიანთ სახელმწიფოსთან მიმართებაში თავიანთი უფლებების გაზდას ითხოვენ. ან ითხოვენ იმას, რომ ის სიკეთეები მიიღონ, რომელიც სიკეთეებიც გარკვეულ ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული. ხო, ეს არის განსხვავება დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, იმიტომ რომ ავტოკრატია გარკვეული ჯგუფის ხელისუფლებაა და რეალურად მე ვფიქრობ იმას, რომ მდგომარეობა თან ურთულესია, იმიტომ რომ გამოჩნდა, რომ აქამდე როგორც ჩვენთან არ იყო პოლიტიკური ლიდერი. ირანშიც წინა შემთხვევების დროსაც როცა გამოსულები იყო პოლიტიკური ლიდერი არ არსებობდა. დღესდღეობით პოლიტიკური ლიდერიც გამოიკვეთა და ეს პოლიტიკური ლიდერი დევნილი შახის ოჯახიდან არის და მათ კარგად იციან. ხო, ხლა სხვათაშორის ჰამენეის გამოსულა იყო ბოლო ერთ-ერთი გამოსულა, რომელმაც თქვა რომ იმისათვის რომ მოსულიყო ის რეჟიმი რომელიც დღეს არის, ანუ ისლამურ თეოკრატიულ რეჟიმზეა ლაპარაკი, ამაზე ასეულობით 1000 ადამიანის სისხლია დაღვრილი და ჩვენ ამიტომ ვეცდებით რომ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ასე ვთქვათ ის მონაპოვარი რომელიც ჰქონდა მაგრამ ეს ის მიდგომა რომელსაც კომპრომისი არ აქვს აი რასაც შენ ამბობდი ხელისუფალი რომელიც იძულებული ხდება თავის ხალხს ესროლოს ის ხელისუფლება არ შეიძლება ჩათვალოს რომ ნორმალური და ჰუმანური ხელისუფლებაა რომელიც ფიქრობს იმას რომ ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული იყოს იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში კიდევ ამბობ თუ ეს არ არის თქვათ რაღაცა ექსტრემისტული გამოსვლა საკუთარ ხალხს როდესაც ცეცხლს უხსნი და იმისი არ იყოს ახლახანს იყო საუბარი იმაზე რომ ცეცხლი ხო არ გახსნესო კაცო მოწამლული წყალი მივასხითო და ლეგიტიმური უფლება გქონდაო რომ გვესროლა კიდევაცო თქვენთვისო მაგრამ არ გესროლეთ ბატონო ამიტომ მადლობლები იყავითო რომ წყალი მოგასხითო როდესაც თუნდაც წყლის მისხმა გჭირდება და ან თუნდაც სროლამდე მიგივა საქმე ეს ნიშნავს რომ ვერ მართავ ქვეყანას შვილი რომ გასალახი გიხდება აქამდე თუ მიხვედი ეს იმას ნიშნავს რომ ფიზიკურად შეხება თუ მოგიწია შენ რაღაცა სწორად ვერ დააყენე და აქამდე რატომ მიიყვანე საქმე შენი პასუხისმგებლობა შენი წილი პასუხისმგებლობა ხომ უნდა აიღო ამაზე ხო აქედან გამომდინარეა სწორედ რომ მე მგონი გიორგიც გვერთვებოდა უკვე ხაზზე არისო და თუ ჩავთავთ გიორგისაც იგი აქა ვარ
აქ ხარ ხო? გამარჯობა გიორგი. მოდი, შენ ჯერ მოგილოცავ და შენც მიულოცე, იმიტომ რომ თემები ისეთი გვაქვს, რომ 20-26 კი ღმერთმა ჩვენ ესე ვართ განწყობით ხო ის იმედი უნდა გქონდეს იმისი რომ უკეთესი იქნება, იმიტომ რომ თვითონ ქრისტეს დაბადება გახდა იმედი კაცობრიობისა, რომ ადამიანი მარადიულ სიცოცხლეს ეზიარება და აქედან გამომდინარეა, სწორედ ეს მოყვება, მე ეს ტრადიციად იქცა და არა ქრისტიანებიც კი ერთმანეთს როცა ულოცავენ, ეს არის სინამდვილეში სიახლის, გადარჩენის, ასე ვთქვათ, სიმბოლო, რომ ახალი წელი მოვიდა ქრისტეშობა, თავისთავად იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც არ არიან ქრისტიანული ქვეყნებით, ეს სამოქალაქო კალენდარი გახდა უკვე ყველასთვის, თუმცა მილოცვა ზეიმი, სწორედ ეს არის საფუძველი გადარჩენისა სამყაროსი და ასე რომ შენც მოგცემ მაგის საშუალებას, რომ მიულოცო ჩვენს მოსახლეობას და მერე ჩავერთოთ იმ მდგომარეობაში, მოისმენდი რა მდგომარეობაა ჩვენს გარშემო და ჩვენს სამეზობლოში. კი, პირველ რიგში მოგესალმებით ჩემს მეგობრებს და ყველას თელ საქართველოს ულოცავ ამ 2026 შობა ახალ წელს ბედნიერების, აი ყველაფერი საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს ეს წელი და პირველ რიგში ჩვენ მთავრობას გონზე მოსვლა მოესწროს ამ წელიწადს, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში რაც ხდება, საერთოდ ოჯახში რაც ხდება, ჩვენ სამივენი ვართ ორივე ოჯახს ვიცნობ და თქვენც იცნობ ჩემს ოჯახს და ვიცით რომ ყველაფერი რაც ხდება ოჯახში, ოჯახის უფროსია ამაზე პასუხისმგებელი და არა ჩემი შვილები პერინა ან მაგისიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ხაბარი ეს არის ოჯახის უფროსი, როგორ დააყენებს აგეს. ამიტომ სახელმწიფო არის დიდი ოჯახი და როდესაც სახელმწიფოში ეს ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და მთავრობა. კარგი ხდება მთავრობა პასუხისმგებელი, ცუდი ხდება პასუხისმგებელი არის მთავრობა. ოპოზიციას რა თქმა უნდა პასუხისმგებელია, მაგრამ ის არის ის პასუხისმგებლობას ვერ გაიზიარებს და არ გაიზიარებს, იმიტომ რომ ყველაფერი სადავეები უჭირავს ხელში ხელისუფლებას, ხო? ამიტომ, როდესაც ჩვენ ამ საინტერესო რაღაცაზე ვსაუბრობთ და შენ თქვი გოჩა, რომ ამათო ინფორმაცია არ ქონდა, რამდენი ხანია მე შენს და გიორგიც არაერთ გადაცემაში ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ εμას, რა ქვია, ხელისუფლებას ყოველთვის მაჯაზე უნდა ედოს ხელი ჩვენ სამეზობლოში და რეგიონში რა ხდება. ეს აი რამდენი ხანია ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ და არასოდეს აი მოვედით დღემდე რომ მათ არ იცოდნენ ან იცოდნენ და არ გააკეთეს და გააყურიზირეს როგორც აკეთებენ ხოლმე რომ რეგიონში რა ხდება აი ჩვენ ვიცოდით ამის შესახებ და ხელისუფლებამ არ იცოდა რომ ირანში დაძაბულობაა და თან ესეთი დაძაბულობაა და თან ესეთი კრიტიკულ ზღვარზე არის ეს დაძაბულობა მისული ის უბრალოდ ფასების ვარდნია ეს იყო აი ჩიც აფრენა უნდოდა და ჯოხის აკნევას ელოდებოდა და ახლობით ეგეთივე ის იყო რა ქვია ხო აი მიზეზი ნახა და აფეთქდა ხო და მოედო ემასავე თორე ეს რო არ ყოფილიყო აი 40 წლის დაგუგებულია ეს ყველაფერი რომელმაც ახლა გადმოხედკა ხო ესე უცებ აი ემასავეთ რა ქვია ყვარს რო ემას ასანს მოუკიდებ და უცებ აინთება ისე არ მოხდებოდა თორე ახლა მე ჩემს და გიორგისაც ძალიან ბევრი მიტინგი მანიფესტაცია და პროტესტი გვინახავს ამ ბოლო 40 წლის განმავლობაში ემაში რა ქვია ირანში მაგრამ ის იყო ხოლმე ლოკალური რაღაცა ესეთი მასშტაბები არასოდეს არ მიუღია ხო ამიტომ როდესაც ვამბობ რომ ჩვენ ემას რა ქვია ხელისუფლებას და მაშინ რასაკეთებდნენ ესა რა ქვია ჩვენი სადაზვერვო სამსახურები თუ მათ ინფორმაცია არ მიქონდათ ემამდე რა ქვია ხელისუფლებამდე ხო აი რასაკეთებდნენ გიორგი და მაპატრიაში გთამს იღებდნენ თურმე უცხო ქვეყნის მოქალაქისგან და ამ მდგომარეობაში ვიყავით და ამას ისე ჩვეულებრივ ამბობენ რომ უშიშროების მინისტრი გთამს იღებდა და ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს მართველი პოლიტიკური ჯგუფი და ამას ჩვეულებრივ ამბათulis აი მათ თუ როგორ მოვთხოვოთ ჩვენ რომ ირანში რა მდგომარეობა იყო ეს უნდა ცოდნოდათ ან რა ხდება ირანში აზერბაიჯანში ვიცით რა ხდება და ჩვენ ხო დარწმუნებული ვართ რომ აზერბაიჯანი ხეთში ვიცით რა ხდება ეგ არის გეთანხმები რა რომ აი იმის მაგივრად რომ ამას აკეთებდნენ
ხო? ან თუნდაც ტელეფონში გვისმენენ და აქედან რო ვლაპარაკობთ, ამას არ ისმენენ და ანალიზს არ უკეთებენ, კაცო. ხო, ჩვეულებრივად რამდენჯერ გვითქვია, გამოსავალს თავაზობთ ხოლმე, რომ გამოსავალს ვეუბნებით, ხელისუფლებამ, იმიტომ რომ არც შენ, არც მე, არც გიორგი, ჩვენ საკმაოდ გამოცდილები ვართ და ბევრი ხელისუფლებები გვინახავს. და ხელისუფლების კისერის წატეხვა, როგორ შეიძლება მიხაროდეს, იმიტომ რომ მე მინდა თუ არ მინდა კისერს მეც ვიტეხ, იმიტომ რომ მოქალაქე ვარ. იმ ოჯახში სიტუაცია რო ირევა, რასაც შენ ამბობ. იმ ოჯახში სიტუაცია რო ირევა, ოჯახის უფროსი კი არ იტეხავს კისერს, კაცო, ოჯახის წევრები ზიანდებიან, სულ ყველა ზიანდება, ხო ამითი. ამიტომ ჩვენ კეთილგანწყობით ვეუბნებით, ეს გააკეთე და ამის გაკეთების მაგივრად მოგვისმინე მაინც მაშინ და თუ არ გვეძახი, ისე მაინც გაითვალისწინე, რომ რა არის გასაკეთებელი და გამოსავალი ეს მომენტია, როცა დაძახებაც არ მინდა თვითონ გააკეთოს, მე რასაც გეუბნები, ის გააკეთეთ, მაორო, გამოიფხიკე ხურები და სისულელებზე ნუ კი კარგავ ემას, რა ქვია, დროს და რაღაც ტროლბოტების ფაბრიკების შექმნაზე, რომ ის ოპოზიცია მეს თქვა და აკაცუკები ბიჭო საქმეს მიხედე, საქმეს რეგიონში ფეთქებადი სიტუაცია. შენ ბიჭო გოჩა გახსოვ შენ ალბათ ეხლა მე და შენ ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ საბჭოთა კავშირში, ხო? ყველაზე მეტი აკრედიტებული ჟურნალისტი, უცხოელი ჟურნალისტი მოსკოვში იყო საბჭოთა კავშირის დროს. მე როგორც კი საბჭოთა კავშირი დაინგრა, უცებ გაიყვანა ზოგიერთმა ტელეკომპანიამ და სააგენტომ. რატო? მათ უნდა ცოდნოდათ მისი ჟურნალისტი, რასაც წერდა ემას, რა ქვია, ღია ტექსტებით, რასაც ღია ინფორმაცია. ღია ინფორმაცია. ეს მათთვის იყო საინტერესო. ჩვენ ავდექი და პირველი რა გავაკეთეთ, იცი? მოსკოვში გააუქმეს ტელეკომპანიების ბიუროები ამ დეგენერატორებმა. როდესაც ეუბნები, რომ შენ ესა რა ქვია, გადამღები ჯგუფი უნდა ყავდეს ანკარაში, შენ გადამღები ჯგუფი უნდა ყავდეს ერევანში და შენ გადამღები ჯგუფი უნდა ყავდეს თეირანში და ისრაელში. ამას იცინიან. ბრიუსელში და ვაშინგტონში ხო ყავს? ახლა ბრიუსელი და ვაშინგტონი არის დალაგებული ქვეყნები, გეყოლება თუ არ გეყოლება, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს რა, მაგას რეიტერდანაც გაიგებს შენ და აი მან გია ერთ მომენტს ვიტყვი. მან სწორედ რა არის, იცი? არ აქვს სიმწიფე იმისი, რომ მათ თავიანთი ანალიტიკური ცენტრი ყავდეთ, ანუ სახელმწიფო სუვერენულად ამუშავებდეს ინფორმაციას და არ ღებულობდეს დირექტივას, რომ ვიღაცამ უნდა გითხრას, ან ბრიუსელიდან უნდა გითხრას, ან მოსკოვიდან უნდა, ან ვაშინგტონიდან. შენი ხო უნდა გქონდეს. სომხეთში და აზერბაიჯანში იმის არ იყოს, ჩვენთვის საქართველოსთვის მოულოდნელი იყო, რომ უცბად იმაზე, რა ქვია, ტრამპის პროექტი განხორციელდა. მზად მე ხო არც იცოდნენ, არც ელოდნენ, რომ მსგავსი რაღაცა მოხდებოდა. არც ის არ ქონიათ. მე მქონდა გიორგის მისი შეგრძნება, რომ როგორ სომხებმა და აზერბაიჯანელებმა არც ჩაგთვალეს იმის ღირსად, რომ თუნდაც მათ შორის რომ მოლაპარაკება მიდიოდა, საქართველოს რომელიც ერთი პერიოდი პლატფორმა იყო, რომ მოდი ეს ორი მეზობელი დაგვესვა სალაპარაკოს. ჩვენი თავი ისე ამოვიგდეთ, რომ დავიმსახურეთ ის რომ კი ამოვიგდეთ აქედან, რომ არც დაგველაპარაკნენ, არც ჩაგთვალეს იმის ღირსად, რომ დაგველაპარაკებოდნენ, რომ მსგავსი სიტუაცია რაღაცას ესე ვაკეთებთ, თქვენთან როგორ იქნება. დღემდე ესე მიდის. ჩვენ არ ვიცით სომხეთი და აზერბაიჯანი ირანზე აღარ არის ლაპარაკი და თურქეთზე. და თურქეთი არ იქნება ჩართული? თურქეთი ანუ რეალურად ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ირანზე, რომელიც ფაქტიურად რეგიონალური ლიდერია, რომლის ინტერესები ერთის მხრივ მის ქვეყანაში რა ხდება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მრავალეთნიკურია. იქ ცხოვრობენ თურქულენოვანი, ასე ვთქვათ, ძალიან მარტო აზერბაიჯანელების გარდა კიდევ სხვა თურქმენები ცხოვრობენ. თურქმენები პირდაპირ ბატონო. ანუ რეალურად ეს არის ვებერთელა, შეიძლება ითქვას ფეთქებად საშიში სახელმწიფო, სადაც შიიზმზე თან წავიდა ჩვეულებრივ ლაპარაკია, მოდი იქნება შეიცვლება ალბათ ისლამში რეზაფეხლების ქონდა გახსოვ შენ რომ ჩამოგდებამდე ადრე გააკეთა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, საზეიმო სადღესასწაულო ის გააკეთა აქამენიდების ირანის 2000 წლოვან ისტორიას იმაშებოდა, აჩვენებდა და იქ მოწვეული ყავდა მთელი მსოფლიოს ლიდერები. იქ თქვა რომ ირანისთვის ისლამი თავს მოხვეული რელიგიაა და ფიქრობ იმაზე, რომ მაზდეანობაზე ამან და ერთ-ერთი მომენტი ესეც იყო, რომ დაჩქარებული იყო მისი დამხობის მომენტი. უნდა მინდოდა მე თქვა, ზუსტად მაგ დიდმა ჟარგონს ვიხმარ, სხადნიაკმა და დაუდო საფუძველი, მეც რა ქვია, აი სეპარატიზმის, რელიგიური სეპარატიზმის. კი, აი იქ ჩაიდო სწორედ და ერთ-ერთი მთავარი მომენტი, სხვათა შორის, თან როგორ იყო, ხო? მაშინ კომპიუტერი და ის არ იყო, რა ქვია, ინტერნეტი, მაგრამ ვრცელდებოდა აიათოლა ხომეინის პირდაპირ კასეტები რიგდებოდა და მაშინ იმ ხალხმა
აიტაცეს, იმიტომ რომ სოციალურად მიუხედავად იმისა საინტერესო იყო, რომ რეზა ფეხლები თეთრი რევოლუცია გააკეთა და სტუდენტების დიდი ნაწილი, რომლებიც დღესდღეობით შეიძლება თუნდაც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობენ. კემბრიჯი, ოქსფორდი ყველა ევროპულ ქვეყანაში გაუშვა. სკოლაში 7 წლის ბავშვებს აძლევდა სკოლაში რომ ბავშვები გაეშვათ უფასო რძეს აძლევდა. ანუ ის ცდილობდა რაღაც გარკვეული ელიტის შექმნას, მაგრამ დისბალანსი გამოიწვია და ეს გახდა საფუძველი იმისი, რომ ისლამმა ამოატრიალა. დღეს სიტუაცია სხვაგვარად არის. დღეს ჩვენ ისიც არ აქვს გაანალიზებული, რომ რა არის ერთ-ერთი მთავარი მომენტი, იქნება თუ არ შეძლებს თუ არა ლიდერობას, თქვათ იგივე ფეხლებების ოჯახიდან და პოლიტიკური ლიდერი იკვეთება. ამერიკის შეერთებული შტატების გარდა დანარჩენი მეზობლები რას აკეთებენ და ჩვენ რას ვაკეთებთ? ამაზე ინფორმაცია გვაქვს თუ არა? საინტერესო ის არის გოჩა, რომ ესა რა ქვია, ირანში ფეხლების გარდა ოპოზიცია ჩვენ საერთოდ არ აქვს რა, აი ახლა უკვე კი ბატონო. ესეც ძალიან საინტერესო მომენტია, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ არ იცის. ხო, აი კობახიძე ხშირად დაბრძანდება ხოლმე და ელემენტარულად გაზეთი გაეშალა, ინგლისურენოვანი გაზეთები გამოდეს ამაში, რა ქვია, სხვადასხვა ირანში პროპაგანდისტულია და ზუსტად იმ პროპაგანდისტულში აეღო და წაეკითხა რას წერე რა, პროპაგანდა რას ემაშვება, ხო? აი უყურე ზუსტად იმაზე მივდივარ გოჩა, რასაც შენ ამბობდი და რასაც გიორგი ამბობდა. ჩვენ რა საფრთხის წინაშე ვდგევარ და რა საფრთხეების წინაშე ვდგებით, თუ რაღაცა მოხდა ირანში, ხო, სისხლი დაიღვარა მრავალეროვნულ ირანში, არ არის ირანი ერთეროვნული ესა, ხო? აი ჩვენ აი ეს გააზრება და გადახარშვა შეგვიძლია კი? აი უყურე რა ხდება, როდესაც შენ თქვი რომ აი ციხეები გავსებულია იმაზე, რა ქვია, ხო? აი კრიმინალმა იმატა. ბიჭო, როდესაც მარსელში კრიმინალმა მოიმატა 0.1%-ია ლაპარაკი. საფრანგეთის ხელისუფლებამ ეს გამოაცხადა ეროვნული მნიშვნელობის საკითხად. 0.1%-ზე ახლა მარსელი ისეთი ქალაქია, რომ ოდითგანვე ეს არის მოყოლებული, თქვათ, ნაპოლეონის ყველა ეროვნების და ყველა კი, მაფიოზების და რა ვიცი, მამაძაღლების ბიჭო, რევოლუციური ჰიმნი ბოლოს და ბოლოს მარსელიეზა, ყველა ვიცი. მარსელიეზა, ხო? ხო, არა, გიორგი, ახლა სუკრიმინალური ქალაქი არის მარსელი, მაგრამ საპორტო ქალაქია. ოდესა რო იყო დაახლოებით, ოდესა რო იყო დაახლოებით ქალაქია და ეს ის კონტრაბანდა. იქ რომ 0.1%-ით ის ბალანსი დაირღვას, სახელმწიფომ კეთილი ინება და გამოაცხადა ეროვნულ საკითხად. შენ ვერაფერს ვერ იმაშები. რომელ ეროვნულ საკითხზე? ირანის საკითხი ახლა უნდა იყოს ეროვნულ საკითხად გამოცხადებული, რისკებს უნდა ითვლიდნენ. უშიშროების საბჭოს ხდომები უნდა მიდიოდეს, უნდა ანალიზებდნენ რა ხდება, რა მდგომარეობა. მე მგონი ტელევიზიითაც არ უყურებენ, კაცო, თორე შეშფოთდებოდნენ მაინც ან რაღაცას. ერთი ჩართვა მინდა რა. მესმის რომ სალაპარაკო გაქვს ერთი ორი საკითხი ჩავერთოთ. მაყურებელმა არ მინდა რომ ვიფიქროს, რომ ჩვენ უბრალოდ ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, რომ ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს აი ამ საფრთხეებზე, აანალიზებდეს და რაღაც და ჩვენ არ ვიცით ფიქრობთ თუ არ ფიქრობთ, ხო? არ ფიქრობს, არ ვიცით. ხო და არ მინდა რომ მაყურებელმა იფიქროს, რომ ჩვენ მხოლოდ ვაკრიტიკებთ რაღაც და არაფერს არ ვთავაზობთ. ანუ რა იგულისხმება, ახლა შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, აი რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ დღეს, ხო? აი რა უნდა, როგორ უნდა გათვალოს. ელემენტარული, რომ ბოლოს და ბოლოს უნდა აუხსნას საკუთარ მოსახლეობას, რომ მოსახლეობა იყოს წყნარად. რომ ჩვენ მაგალითად ვემზადებით თუნდაც აი ჰუმანიტარული კატასტროფისთვის, რაზეც ჩვენ საუბრობდით, მაგრამ საქართველოს არის მზად მიიღოს მარტო მხოლოდ 2000 ტოლვილი. ამისთვის გამზადებული გვაქვს ეს დანარჩენი საზღვარი იქნება ჩაკეტილი, ან თქვა 4000. ანუ, როდესაც შენ საკუთარ მოსახლეობას რაღაც გეგმას შესთავაზებ, მოსახლეობა წყნარად იქნება. კი, რომ იციან რაღაცა. როდესაც მე არ ვიცი შენ რისთვის ხარ მზად, რისთვის არ ახარ და საერთოდ მეშინია რომ არაფრისთვის არ ახარ მზად და აქ წამოვა 40,000, 50,000. ხან მან ხო როგორ არის გიორგი? რა მნიშვნელობა რომელი მხარე გაიმარჯვებს, ხო? იმის ხო, რა თქმა უნდა. ორივე შემთხვევაში გინდა ერთის გამარჯვების შემთხვევაში, გინდა მეორე მხარის გამარჯვების შემთხვევაში შენ გიდგება ეს საკითხი. კი ბატონო, ხო და ამას ვამბობ, როგორც ჩვენ რო ვთქვით, რომ აი რისთვის ხარ მზად.
ჩვენ არ ვართ მხოლოდ აქ ის ხალხი, ვინც აკრიტიკებს ხელისუფლებას. ჩვენ ვამბობთ, რომ აი გთავაზობთ ელემენტარულ გზას, ხო? ანუ ადამიანებს ჩვენ მოსახლეობას დაელაპარაკეთ, აუხსენით, რა პროგრამა გაქვთ, რა გეგმა გაქვთ და თქვით, რომ ჩვენ ვართ მზად მივიღოთ 2000, ან თქვათ 4 ან 5000 კაცი და ამისთვის დიდი ბანაკია გაშლილი სადღაცას, იმას კი ნუ გვეთქვით, რომ მზად ვართ მივყიდოთ ახლა თბილისში ან დიღომში რაღაც რამოდენიმე ათეულობით კორპუსი და იქ ვაცხოვროთ. არა, ეს არ იქნება გამოსავალი. გამოსავალი არის, როდესაც შენ სადღაც ტერიტორიაზე, ქალაქგარე ტერიტორიაზე აშენებ რაღაც ბანაკს და ეს აშენებას არ ნიშნავს ტოლბილებისთვის რო აშენა მიშამ თავის დროზე, ხო, მილიარდები რო დაიხარჯა ვითომ. არა, აქ საუბარი არის ჩვეულებრივ ტენტიან პალატკებზე, კარვებზე და ამბობ რომ ვარ მზად მივიღო აი ამდენი 1000 ადამიანი 2 3 4 თან თუ არა გაეროს ეთქვი და გაერო მოგამარაგე გასაკვირველია რა თქმა უნდა ეს შენი ბიუჯეტიდანაც არ უნდა იხარჯებოდეს იმიტომ რომ ეს გაეროს ფუნქცია ფაქტიურად მაგრამ შენ ხალხს უნდა უთხრა რომ მე ვიცოდე რომ ხელისუფლება მზად არის და ჩვენ აქ უკვე ქვეყნის შიგნით ეს ჰუმანიტარული კატასტროფა არ დაგვაზიანებს და არ დაგვაზარალებს ანუ ამაზე ვსაუბრობ ჩვენ ძვირფასო მაყურებლებო როდესაც ვამბობთ რომ რისთვის არის ხელისუფლება მზად გითხარით დაგვამშვიდეთ და არ გვექნება პანიკა და ფეხლევის დინასტიას რაც შეეხება შენ რო ამბობ კასეტებს და იმას არ იგებთ ეს ხო საერთოდ პარადოქსულია შენ ირანისტი ხარ კარგად იცი პარადოქსია ხო ანუ ვინ ჩამოაგდო ფაქტურად ფეხლევი დასავლეთმა და საბჭოთა კავშირმა ვისი ხელი ერია მაშინ კაცო საბჭოთა კავშირის ხელი და დასავლეთის და ისმის კითხვა ტროცკისტებმა პირველი სტუდენტური რევოლუცია გააკეთეს და მე ფრანგებმა ისმის კითხვა რომ რა გააკეთეთ ის რეზა ფეხლევი შეიძლება მთლად არ აწყობდა თქვა დასავლეთს მაგრამ მეტნაკლებად მან შეამსუბუქა ის კანონები შეამსუბუქა მიწები დაურიგა ხალხს სწავლის სეკულარული სახელმწიფო შექმნა კაცო რომელიც მიდიოდა ამ გზაზე რა ქვია კი ბატონო ისლამური სახელმწიფოს შექმნა ამ რეგიონში ამას ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირმა მაშინ და დასავლეთმა რის წინააღმდეგაც ახლა გამოდიან დასავლეთმა იქიდან არ ჩამოვიდა აიათოლა საფრანგეთთან ჩამოვიდა Air France ზემოთ წამოვიდა და 250 ჟურნალისტი წამოიყვანა რო არა აფეთქებინო ამა ფეთქებინო და 250 ჟურნალისტი გამოიყოლა თან და რო დაჯდა ხალხმა გააკეთა უზრუნველყოფა თუ გახსოვს ეს კადრები 79 წელს ეს საინტერესო რამე იყო მაგრამ აქ ერთ მომენტზე და მე ალბათ ჩვენ უკვე თუთნახევარი დაგვრჩა და მე გავაგრძელოთ ეს თემა სინამდვილეში გიორგი შეეხო ხელისუფლება რას უნდა აკეთებდეს და ტექნიკური თქვათ მხარე ჩამოთვალა და მე ცოტა უფრო სხვა რაღაცაზე გვინდა ვილაპარაკოთ რატომ მოხდა გინდა მადუროს შემთხვევაში გინდა ეხლანდელი თქვათ აიათოლას შემთხვევაში რომ გარე ძალებს შეუძლიათ ზემოქმედების მოხდენა შიგნით თუ არ არსებობს ამისი ნიადაგი და თუ უკმაყოფილება არ არის თუ ხალხი ნორმალურად არ მოხდება არანაირი გარე ძალების ჩართვა ჩვენ სიტუაციაში მზად არის ეს ხელისუფლება რომელიც ამბობს რომ გარშემო სულ აგენტებია თან ყველა ქვეყნის აგენტია კაცო გინდა რუსეთის მიმართულებით აიღე გინდა ევროპის მიმართულებით აიღე გინდა აზიის მიმართულებით გინდა ამერიკის ანუ შენ ყველას წინააღმდეგ თუ გამოდიხარ ესე იგი ნიშნავს რომ იმდენად სუსტი ხარ საკუთარ იმაში რა ქვია სახელმწიფოში შეიძლება რომ დასაყრდენი ყველა ქვეყანამ ნახოს ამიტომ რა უნდა გააკეთო ამიტომ შენ თვითონ ჩაატარე რა ისეთი ტიპის არჩევნები შენ თვითონ გადაანაწილე ხელისუფლება ისე რომ მე აღარ მოხდეს რომ სისუსტეები აღმოგაჩნდეს და საკუთარმა შეიძლება დაცვამ დაგაპატიმროს იმიტომ რომ მადუროს შემთხვევაში ჩანს რომ რეალურად ამერიკელებმა შეძლეს რომ ერთი რაკეტა არ გაფრენილა ხო საზენიტო ერთი თქვათ ის არ მომხდარა მხოლოდ მისი პირადი დაცვა ანუ ის სპეცსამსახურის იმა ვინც მიიღო მონაწილეობა მის დაცვაში ისინი დაიხოცნენ დანარჩენი აღმოჩნდა რომ სახელმწიფომ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას არ იმუშავა ერახშიც დაახლოებით ესე მოხდა ხო გიორგი ფაქტობრივად ჯარი არ ჩართულა აქედან გამომდინარე დაფიქრდი რა საქართველოს რო ხარ როცა ერახზეა ლაპარაკი ამ ხელა ქვეყანაზე როცა ვენესუელაზეა როცა ირანზეა ლაპარაკი შენთან მიმართებაში მე არ მინდა რომ ჩემმა ქვეყანამ მინუსიდან დაიწყოს მე მინდა ჩემს ქვეყანაში ნორმალური სახელმწიფო იყოს მე არ მინდა გარედან მომხდარი არც რევოლუცია მაგრამ როდესაც შენს ქვეყანაში შენ ვერ მართავ სიტუაციას მაშინ
საფუძველი ეძლევა ნებისმიერ გარეთას. რა მნიშვნელობა აქვს ეს გარეთა? გვერდით მეზობელია, ოკეანის გაღმა, კავკასიონის ქეც მიღმა თუ ნებისმიერ შეუძლია, იმიტომ რომ სისუსტეა. შენ ქვეყანაში როცა ვერ შეძლებ საკუთარ ხალხთან ისე დალაგება სიტუაციის, რომ სხვას ჩარევის საშუალება ეძლევა, ეს ნიშნავს, რომ ვერ მართავ სიტუაციას. აი ამ თემაზე მინდა მე ალბათ უკვე როცა ხელისუფლებას არ შეუძლია ისე მართოს როგორც საჭიროა და როცა მასებს არ სურთ ხელისუფლების კი ბატონო, სამართალმცოდნეობაში გვასწავლდნენ ხოლმე მაგას. ელემენტარულად ისე ოჯახზე, ოჯახის მოდელზე რო გადავიტანოთ. წარმოვიდგინოთ, რომ ოჯახის უფროსი მუდმივად სცემს, თქვათ, შვილს, ხო? ანუ მუდმივად სცემს და მხოლოდ და მხოლოდ მეზობელი რო ერევა ხოლმე, რომ რატო სცემ რაღაცა, ანუ ამ შემთხვევაში ის ბავშვი ასე ვთქვათ, კი, გრძნობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მეზობელს შეუძლია მისი დაცვა. მუდმივად ასე რო ხდება, ის უკვე ელოდება ამ მეზობელს, რომ ბოლოს და ბოლოს რაღაცნაირად ჩაერიოს და დამეხმაროს. თორე ის მომენტი არ გაუჩნდება ბავშვს, რატო ერევით, ეგ ჩვენი პირადი საქმეა, მე რა რომ მამაჩემი მცემს ყოველდღე და რამის მკლავს სემაში. ეს ფიქრი არ ექნება, ხო? ანალოგიური სიტუაცია აქაც, ხო, ეს მოდელი რო ავიღოთ. ხალხი, რომელიც მუდმივად არის უკმაყოფილო ხელისუფლებით და გრძნობს, რომ გარე ძალები თუ ერევიან, თქვა, ჩაერევიან და მაშინ შეიძლება მისი უფლება დაცულია მეტნაკლებად. ბუნებრივი არის უკვე ელოდება იმ გარე აი იქამდე არ უნდა მიიყვანო, რასაც შენ ამბობ. იქამდე არ უნდა მიიყვანო საქმე, რომ მოსახლეობა ელოდებოდეს გარე ძალას. კი, აი რაც ირანშია, რაც ვენესუელაში. აი ამ თემებზე მაშინ გავაგრძელოთ, დავისვენოთ ცოტა ხანი 10 წუთით და გავაგრძელოთ საუბარი.